ამ დროისთვის ხულოს ცენტრში თოვლის საფარმო 40 სანტიმეტრს, მუნიციპალიტეტის სოფლებში კი 80 სანტიმეტრს მიაღწია. ბოლო მონაცემებით ხულოში 5235 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ხულოს გამგებელს ბესიკ ბაუჩაძესა და საკრებულოს თავმჯდომარეს ჯამბულ ხოძრევანიძეს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. რაულ თავართქილაძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღეა გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ხულოში არ იმყოფებიან, არ მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები და მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. ხულოში უამინდობისგან შექმნილ პრობლემებს ადასტურებს ხულოს გამგებელი, რომელიც ამ წუთებში მუნიციპალიტეტში იმყოფება. პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებას უყურადღებობასთან დაკავშირებით კი უსაფუძვლოდ მიიჩნევს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ამ დროისათვის მაღალმთიან აჭარაში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 10,000 აბონენტი. არჩილ ხაბაძის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა აბონენტებისათვის სრულად ელექტროენერგიის მიწოდება დღეს ვერ მოხერხდება. თოვლის მაღალი საფარის გამო ჩაიკეტა გოდერძის უღელტეხილი და მაღალმთიანეთში გზა მხოლოდ დანის პარაულამდე გაიწმინდება. დღის განმავლობაში მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაუწმენდავია შიდა სასოფლო გზები და ასევე დაბის შიდა გზები. ადგილზე არ მყოფებიან რაიონის ხელმძღვანელობა, რაიონის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე და ასევე საკრებულოს ხელმძღვანელობა და ჩვენთან არსებული ინფორმაციით ეს ხალხი ხუთშაბათის მერე რაიონში არ გამოჩენილან ასეთ რთულ ვითარებაში. ყველაზე რთული სიტუაცია გვაქვს მაღალმთიან რაიონებში, კერძოდ ქედაშუახევი ხულო დაახლოებით 10,000-მდე აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ნახევარი აბონენტებისა დაახლოებით 5,000-მდე აღიზრდება დღის ბოლომდე, გოდერძის უღელტეხილი იქნება ჩაკეტილი. აზრი აღარ ექნება ალბათ სამომავლოდ გახსნას და ჩვენ ვაპირებთ გაწმენდითი სამუშაოების დასრულებას სიხეთი დანის პარაულის მონაკვეთის დასრულებით დანის პარაულამდე მოკლედ გზა იქნება, სადაც აქტიურად ჩვენი სოფლებია ბოლომდე განლაგებული. თოვლის საფარი დღეს ხულოს მუნიციპალ დაბაში არის 20 სანტიმეტრზე მეტი. ხალხის მიმართულებით ხაზირის ხეობაში თოვლის საფარი აქტიოს 50 სანტიმეტრს, იგივე მდგომარეობა გორჯომისა და რიხეთის მიმართულებით. დეკანაშვილების მიმართულებით თოვლს კიდე გადაუღებლად. მე მქონდა დღეს შეხვედრა საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, ენერგოპროს წარმომადგენლებთან. ენერგოპროს წარმომადგენლები შუქი არ მოგვეწოდება დღეს ამ წუთის მდგომარეობით. ენერგოპროს წარმომადგენლები მუშაობენ, რეგლამა გრაფიკი შედგენილი აქვს. დაზიანებულია 2.95 კილოვატის ხაზი და 10-იანი ხაზები. ბრიგადები გასულია, როგორც მე მითხეს, მუშაობენ. დაბაში სადღაც 1 ნახევარ საათში უნდა ჩაერთოს შუქი.